15 ნოემბერს თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონის მთავარ სცენაზე ხელნაკეთი წიგნის აუქციონი გაიმართა. მეოცნებები, ასე ქვია გამოცემას, რომლის ავტორი მანანა კარტოზია გახლავთ. იდეის ავტორი, ილუსტრატორი და შემოსველი მხატვარი იზა ნადარეიშვილია. წიგნი საიდუმლო ჯიბეებით იმითაა განსაკუთრებული, რომ მისი შეხებისთანავე შეიგრძნობთ ქაღალდის ბუნებრიობას, აბრეშუმის შესამოსელის სინატიფეს და ილუსტრაციების სივრცულ ეფექტს. წიგნის ფესტივალზე მიწვეულები იყვნენ პროექტ რანინას მონაწილეები. ხელნაკეთი წიგნი მეოცნებები მათ საჩუქრად გადასცეს. მე და ტატო, ტარიელ შავერდაშვილი ვიყავით დიდი გულშემატკივარი რანინასი. აი პირველივე ტურიდან გულშემატკივრობდით მათ და დღეს, როდესაც უნდა მოგვეწყო წიგნის აუქციონი, რომ გაგვეყიდა პირველი ხელნაკეთი წიგნი, გადავწყვიტეთ რანინელები მოგვეტყუებინა ამ აუქციონზე, იმიტომ რომ უკვე ეს ბავშვები მთელ საქართველოს ისე შეუყვარდა, რომ ისინი უნდა გახდნენ წიგნის ელჩები. აი დღეს დავხუნძლეთ ჩვენი რანინელები სხვადასხვა გამოცემები და კიდე ეს ხელნაკეთი წიგნი და ნახოთ რა შთაბეჭდილებას მოახდენს მათ. ეს არის ხელნაკეთი წიგნი. შემოსილი არის აბრეშუმის ქსოვილით და ჩემი ერთ შექმნილი ილუსტრაციების ფორმა, შინაარსი ერთმანეთს აძლიერებს და წარმოაჩენს ბუნების მაგიურ, ასე ვთქვათ, ძალას. ეს არის უფრო მედიტაცია, ვიდრე ხატვა. თითქოს აი ამ აბრეშუმის ჭიის, ასე ვთქვათ, წარმოჩინებას მივყვებოდით, რომ საკუთარი ფორმის პოვნაში ვეხმარებოდით. ძალიან მიხარია, რომ ეს წიგნი მე განმომეცა და როგორც გავიგე, ამ წიგნის ილუსტრატორი არის ქალბატონი იზა. მთელი ათეული მოგვიწვიეს აქ და მართლა საოცარი გარემოა. ჩემი მიზანია, რომ ღირსეულად წარვადგინო საქართველოს ევროვიზიაზე. ოცნება არ არის, უფრო მიზანია.